რამდენიმე თვის წინ თვაში სიარულის სრულიად შემთხვევით ვიპოვე მიტოვებული მიზის ქვეშ თავშესაფარი. დღეს ვაპირებ, რომ ეს თავშესაფარი ისევ ვიპოვო და ხელი შევავლო, რომ დასარჩენად მოვამზადო. დღეს ამ თავშესაფარში დავრჩებით. შიგნით ბუხარს მოვაწყობ, გემრიელობებს მოვამზადებთ და ჩაუჭერთ მეგობრებო, წინ გერდებათ საკმაოდ საინტერესო ვიდეო, თანაც ძალიან ქალიანი. ეგ არის დავაყენე მეგობრებო და ნახოთ რა იქნება. ერთი პრობლემა არის აქ დაწოლის თემაში. აუ რა ხელაუბობა დამდის. შეხედეთ. ძირსაგები ჩამოვიტანეთ, რომ შეგვემოწმებინა როგორ დავეტეოდით და აი ამ ხარეს არის ამოწეული. შესაბამისად, აქ ესე ვერ დავწვევით, მაგრამ რადგან აქ ვარ წამოსულები, წინასწარ გეგამ მაშინვე მითხრა მანქანაში თუ გექნებაო და ქონდა და ეს გადმოვიტანეთ მე და ჩათით წამოვიღეთ. ნიჩავი პატარა. ამას ჩამოვაჭრით, ესე რა სავარაუდოდ. იფშხნება, ამას გადავანაწილებთ მე თან. პირდაპირ ძირს დავტკეპნით. ატანაზეს დროს და ენერგიას არ დავხარჯავთ. დიდი ქვები რაც არის მოვაშორებთ და ეგ არის. როგორი თეთრი მიწაა ისე ნახე? აი არის ველი. შიგნა ქვიშასავითაა თა. აი მარტივად არის. ხო ისე? კაია შიგნა ძალიან სველი არ არის. თან თხრით, თან ესე ვტკეპნით. კარგად ამოვთხარეთ და თითქმის ერთ დონეზე გავასწორებთ რა. რასაც ვთხრით, არსად არ მიგვაქვს, აქვე ვასწორებთ. აქვეა.
ის ვაგრი. კარგად უბრალოდ ბევრი ბალახი გვინდა. წიწვები არა, მხოლოდ ბალახი. როგორ მიყურებ ზემოდან? გვერდი ხეროა ეგ. მიდი იწევ. რაკედა მიდი. აურე. გაღმართია და ვერ ვიგებია. მაინც ავაქციეთ. ზემოთ ხეზე პატარა ტოტი იჭერდა და ვაქანავით და გადატყდა, ჩამოვარდა. ესეც გამოგვადგება, ასეთებს შევაგროვეთ მორებს, რომ დავხერხოთ, მერე დავჩეხოთ ნაჯახით და ვექნება კაი შეშა. მეგობრებო, აქ არის ჭიანჭველების უზარმაზარი კოლონია. დიდი ბუდეა რა. და სულ მქონდა ხოლმე მუღამი, ესე ხელი დამედო პირდაპირ. რომელი იქნება პირველი გეგა, შენ თუ მე? ჯეირანი გინდა? ერთხელ. აქ მოწე ხელი, ჩანდეთ. ჯეირანი. შენ. მისმინე. კაი, დავითვალოთ ამდენ ხანს გაქრჩაობა, აგერ წამზომი ხო ვიდეოს. რო გეტყვი დაადე. არა უშო, თლიანი ხელი დაადე. რო გეტყვი. დაიცადე? 1 2 3 დაადე. 2 წამი დაადე. 5 წამი. 5 წამი მარტო. ბიჭი რაღაც მანცილი შეგზნე. ახლა ჩემი ჯერია. 10-ზე რო იქნება წამსული, მითხარი და დავადე და მაქედან დავიწყოთ ათქვა. რაღაც 5 3 2 1 ხანაირი მთელ ტაში 5 წამი 10 წამი ძალიან სულ ხო აუ ასე მგონია ცხეულში არიან ძალიან სულ ხო ენები ვითა ხო რაღაცე აქ ჩამივიდა ვენებში რაღაც არა დიდი ხანი შემიძლია რამდენი ხანი წიდა ეგ ბიჭების თემაა რა მე 30 წამი ავიღე მეგობრებო ხეს. სადით მე საქმს დაუბრუნდით შეხედე. კარგი ხმელი შეშა არის და კარგად დაინთება ცეცხლიც.
მოშორებით გამოვედი მე ტყეში შემოვედი და ვეძებ რომ ფიჭს ქონდეს გამოყოფილი ფისი. რა ძალიან სასარგებლო არის. როგორც რომ გამოიყენო როგორც საკმეველი იდეალური არის, მაგას კიდე ხნიან კიდეც აღარ მახსოვს გონი თაფში ურევენ და ჭამენ, ანუ ძალიან მრავალი გამოყენების საშუალება აქვს. ძალიან მრავალნაირად შეგვიძლია გამოვიყენოთ და ყველა არის სასარგებლო. აი გონი აქ არის. აქ უნდა იყოს. ნახოთ აბა თუ მოსწრება. აი ეს. კი. ესეც. ბევრია. ფიჭასავით იჭრება. აი აქ მივაგენი ძალიან ბევრს. არაქივით იჭრება. ეს გარედან არის ტვერი და ეს გამხმარი ზედაპირი რაც დაგროვდა და შიგნით არის ესეთი ოქროსფერი. შევაგროვე მეგობრებო, ნახეთ რამდენი. ახლა დაუბრუნდები თავში საფრისკენ. ზა თუ კიდევ წავაწყდი რამეს, დავამატებ. ცეცხლის დანთება ძალიან გამიჭირდა ძლიერი ქარის გამო. ქარს რო არ ჩაეკრო ეს ხეები ესე დავალაგე და ესე შუიდან შეუნთე და რავი როგორც იქნა დაღვივდა კვარი დამეხმარა მაგაში. კვარიანი ტოტები, თორე შანსი არ იყო ძალიან ვიწვალებდი. სვანურ მარილს მოვაყრი. ქვემოთ ჩამოვედის და ცოტა ქარისგან დავისვენოთ. ცხელია ძალიან. გემრიელი არის. იმედია ქარი ჩადგება. ღამისთვის კარგი საჭმელი გვაქვს მოფიქრებული. გეგას წამოღებულია კაი რაღაცები და დავიწყებ, თორე ქარი არ გვაცდის გარეთ არაფერს. დორბლებს შეხედეთ. აი ისონსაც უნდა კარტოფილი. შენთვის გადავდე ცალკეთ აი შენ რომ გათბეს და გაჭმე. თორე ცხელია, აი ეგრე გადავიდე ხეზე. იხრამუნები კი გამოვიდა.
აუ აქ რა კარგია მეგობრებო, ისეთი ქარი რო არ ჩამოდის. სხვა სამყაროში ხარ თითქოს რა. გამეც კარგი იქნება. თავარია საღამოსკენ მაინც ჩადგეს ქარი ისეთ დონეზე, რომ საჭმის გაკეთება კარგად დაგვაცადოს. ამოვედით მეგობრებო და ახლა დრო არის რომ საღამოსთვის ბევრი შეშა მოვიმარაგოთ. რამდენი ხანია გუგას გაკეთებული და არ წამომიღია და მაგრად მომენატრა. ნადირი დანა. ისევ მაგარ მდგომარეობაშია რაც მთავარია. აი ეს დიდი ხეგდო აქ ხმელია. კარგადაც იჩეხება, მარტივად და კარგადაც იწვის. მაგრად გაგვიმართლა მოკლედ მაღაზე რა, იმიტომ რომ ეს რაც მოვიტანეთ ფიჭვი. ძალიან ცუდად იჩეხება და ცუდად იწვის, სველი არის შიგნიდან. ეს კარგი გამომშრალი არის. მეგობრებო, ისე არ ვიცი, ამდენს გიფიქრიათ, მაგრამ ამდენ სისულელეს გვატენიან, რომ ზე ცუდია. კანის კიბოს იწევს. 1000 სისულელე, რომ მზისგან დამცავები გაყიდონ და გაასაღონ, რომელიც საშინელება არის და სიამბილეში თვითონ ეგ იწევს კანის კიბოს. არის კვლევები, ძალიან ბევრი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ინგლისურად. მზისგან დამცავის გამოშვების შემდეგ როგორ იმატა კანის კიბოს რიცხვ ადამიანებში. კარგი არის ეს, რაც ღმერთმა რა თქმა უნდა ბუნებრივად მოგვცა. აი თუ დაკვირვები ხართ, მზე რო გამოდის, კატები, ძაღლები, ცხოველები, რავი, როგორ მიეფიცხებიან ხოლმე მზეს. არ ვიძახი მე 40 და რაღაცა გრადუსზე და მცენარეებსაც რო თუთქავს ეგეთი მზეზე. მე ვიძახი დილა საღამოს მზე. ზოგიერთ დღეებში შუა დღისიც გააჩნია რომელი სეზონია და როგორი ტემპერატურაა და საერთოდ ტერიტორიულად სათხარ. დ-ვიტამინს რა ჯობია, აი ძალიან ბევრ რაღაცაზეა ჩვენთვის საჭირო დ-ვიტამინი. ეს არის დ-ვიტამინის მიღების საუკეთესო საშუალება. აი საუკეთესო. მეგობრებო, ვინაიდან გარეთ ქარი არ წყდება, ამიტის პროგნოზით შევამოწმე და საერთოდ წერია, რომ ამაღამ სულ ესე გაგრძელდება, გადავწყვიტეთ, რომ შიგნით მოვაწყოთ პატარა საკოცონი ადგილი, რომ მე ერთი ტაფა დაეტიოს და საჭმელი გემრიელად მოვამზადოთ. აი ამ კუთხეში ვაპირებ გაკეთებას. აი მიწას ზემო დავყრი, იმედია გაჩერდება. კიდე რო არა ტალახდეს აქ. ჩავჭრა ისე რომ ტაფა დაიდოს. და ქვემოდან ჯოხების შესაწყობი ადგილი იყო, სადაც ცეცხლი დაინთება. გვერდები იქნება ჩვეულებრივად ამოვსებული, რომ არ გადმოიყაროს ნაკვეჭხალი და ტაფაც კარგად დაიდოს. ისეთი ხასავით მიწა კი არის მიეწევრება. ესეც რო რამე.
ეს იყო გეგას იდეა რა, აიჩემა და ბოლოს ვიფიქრე იმდენი ვიფიქრე რომ საბოლოოდ მეთქი, აი გავაკეთოთ. მაგითხავს კედელი არ გინდა? გეგა უყურე, აქ იქნება, ანუ დიდ საკოცონეს კი არ ვაკეთებ. ტაფა დაიდოს მთავარია და ქვემოთ ცეცხლი ენთოს. ხვდები? ოღონ ტაფა არ უნდა ჩავარდეს. ტაფა უნდა ჩავარდეს და მაგით ქვებს დაუდებთ მერე. ხო მაგარი იქნება. ტაფის დასადებად. ეგ არის მეგობრებო. ასე მარტივად შუაში პირდაპირ დაჩეხირშეშას გავუშვებთ. პატარა ცეცხლი იქნება, მაგრამ ტაფისთვის საკმარისი იქნება. მოამზადებთ. აქ წაკიდებით არაფერს არ წაეკიდება. ეს ბალახები რაც არის მოწოვს და ავაჩვეულებრივად კვამლის ზემოთ. ზემოდან კი ცარიელია გადახურული არ არის არაფერი. არც კვამლი შეგვაწუხებს, ღამე რა თქმა უნდა ცეცხლს არ დავტოვებთ, მაგრამ მაინც. ცეცხლი გვენთება კიდე კვამლი არ შეგვაწუხებს რა, იმიტომ რომ ზემოთ ჩვეულებრივად ჩათვალეთ კლეტკა და გადაკრული ისეთი თემა არის. არანაირი პრობლემა არ იქნება მაგაზე. აბა ტაისონ. მოგეწონა ბუხარი. ამას ახლა ერთი სული აქ ის დიდი ქვები ავიღოთ და გადავუგდოთ. კარგი ბიჭი ხარ. ვი რა თბილია. დღეს მეგობრებო იარაღი არ წამოვიღე. რატომღაც დამეზარა და არა ტაისონ არა იღო. იმედია მაინც და მაინც დღეს არ დაგვადგება რაღაც. სადაც ახლა ვიმყოფებით, მგლები არიან ჩვეულებრივ. თავარია ფოტოხაფაგმა დააფიქსიროს რამე ძალიან მუღამი მაქვს. ერთი დღის ყალობაზე ცოტა ეჭვი მეპარება, რაღა მაინც და მაინც მანდ გაივლის რაღაც. მაგრამ მაინც იმედს ვიტოვებ. რა მაგარიან ბალახის თავები. ეწვევით არის. ძალიან მაგარია მეგობრებო. ხის კენწეროში ამოვედით. ზემოთ ხმელტოტებს აცლის გეგარო. რამე მოვეჭიდო და არ ჩაგვივარდეს და სულ თავში ვართ და ვზივართ. გავყურებთ გზეს. საბოლოოდ სულ თავში. კარგად გავერთეთ. ცოტა ხანში მზე ჩავა და ჩვენც მერე ნელ-ნელა ჩავალთ მიწისქვეშა თავში საფარში და ვიწყებთ საჭმლის კეთებას. მეგობრებო, ტაისოს მგონი მარჯვენა წინათათში ეკალი შეერჭო. წეღან ორივემ დავიჭირეთ და შევამოწმე. ესე ჭრილობა არ აქვს, სისხლიანიც არ აქვს. ეკლებიც არ აქვს.
შეიძლება უბრალოდ შეერჭო და ამოვარდე იქით მაყვლები არის რა სქელი მაყვლებია ამოსული და გადაირბინა უცებ იქით და იქიდან რომ გადმოვიდა მაგის მერე 100 ეხა ესე არის მოწებებული ტკიოდასავით ეთყობა იმიტომ რომ კოჭლები დადიოდა მალე გაგივლის ტაისონ შენ იცი რა ნადირი ხარ რეებს არ აკეთებ ხალხის უგაქებს ხოლმე ჩემ მაგარი ბიჭი უისე მეგობრებო ბარემ გამახსენდა ტაისონს რამდენიმე დღის წინ თავის დაბადების დღის წინა დღეს 12 ივნისს ეყოლა 7 შვილი ლეკვები გახდა კიდევ მამა უკვე 17 ლეკვის მამა არის ტაისონი ვინმეს თუ გენდოვამებათ კოკერ სპანიელი ვინმეს თუ გენდოვამებათ ინგლისური კოკერ სპანიელი ტაისონის დედლის ლეკვების დედის პატრონს შემიძლია უთხრა და დაუკავშირდით და რამდენადაც გაყიდით და როგორც იქნება შეგიძლიათ მერე იყიდოთ საბუთებით წესით იქნებათ ტაისონი კი ასეთია წითური თეთრში და დედრი რომელთანაც შევაჯვარეთ არის ყავისფერი თეთრში აი შოკოლადისფერი თეთრში საკმაოდ საინტერესო ფერების ნაზავია და ლეკვები ძალიან ლამაზები გამოვიდნენ ამ დღეებში უნდა გავიდე და ერთი ლეკვი ავარჩიო ამლის პატრონს ზოგადად ერთი ლეკვი ხდება ხოლმე დავანთებ უკვე ცეცხლს მეგობრებო კაჟი არ წამომიღია გეგა ცეცხლი უკვე მზად იქნება რისი არა უეჭველი იქნება ხვალ რამე დაგხვდეს ფოტოხაფანში გეგამ თქვა რომ რაღაცის ყმუილი იყო და იმედია მართლა იყო რაღაც და სიტყვაზე მეცხვარი ძაღლი არ ყოფილა რისიც ეჭვი მეპარება რომ მეცხვარი ძაღლმა ასე ყმუილი დაიწყოს ნახოთ აგერ ცეცხლი გვაქვს უკვე და დღეს გეგამ უნდა მოამზადოს სულ ამბობდა ხოლმე უნდა მოამზადოს ბურგერები ტაფაც აქ არის მასალაც აქ ყველაფერი ჩამოტანილი ჯერჯერობით დასაწოლინითები გვაქვს ზემოთ, იმიტომ რომ ვერ დავეტევით აქ ისე. წინა მხარეს სადაც ერთი კაცი უნდა დაწვეს, შეშა და სამზარეულოს თემა არის. ტაისონიც აქ არის. ეგ არის ცეცხლს აღარაფერი მოუვა. კარგად იგიზგიზებს აწი. გეგა ამზადებს პომიდორს, ხორცისგან უკვე ბურთულები გააკეთა. ახოთ გეგა, აბა რა ხელი გაქვს? აბა, ოპა, რა იდეალურად დაიდო ტაფა. გაიტევო ისეროვი, არის? რაღაცები ჩავარდა. აბა მეგობრებო, გეგა იწყებს მასტერ კლასს. გეგა ხორცს თავარი არ გაფუჭდეს ზეზეროიდან მთელი დღე. უნდა კიდე გეგა? არა გეგა, შენი რა დაგაკეთე? და ხანა.
აუ გეგა როგორ ჩაძნა ეს მეგობრებო გეგას ხათრით და დარღვევით დღე თორე ესეთ რაღაცას ავჭამ შანსი არაა ეგ ჩათვალე ყველი არ არის მაიმუნობენ დაგვიხატავენ ამაში ყველს გემოხოკი დავაფარო გეგა ხილად არის არჩევანებში ეგ არის ეგა მანამდე სხვებს საწყობს მე შეშას მივალაგებ ცოტას თორე აი ჟანგბადი თითქოს აკლდება და მარმარე ქურება თუ არ დაუბერე აუ კაია გეგა 4 გააკეთე და კიდევ 2-ს გააკეთებს გეგა აი ესეთი ბურგერი გააკეთა გეგა ოპ არ გადამიორდეს ძალიან გემრიელია მეორე პარტია გვიანია მეგობრებო ჯერჯერობით ცეცხლთან ვართ ცოტა ხანში ცეცხლს ჩავაქრობთ მიწას დავაყრეთ რაღაცა მოთხარო და დავწვით ცეცხლთან ერთად ვერ დავწვით ერთი ყვამლის თემა არის რო ჩაქრეს მე ძალიან ყვამლი დგება რა ასე რო ჩაგეძინოს ცუდი იდეა მეორე კიდე მაინც გვიზღუდავს ადგილს დაძინებამდე გარეთ გვაქვს სადღაც ნახევრად ღობლიანიცა აგერ ვარსკვლავებიც არის ჩვენს თავზე ვარეთ 12 საათით დაიწყო მეგობრებო და დავიძინებთ ჩავალთ მოემზადებით მეგობრებო დავწექით აი ეს ჩემთან არის ქვემოთ კარგად მოთავსდით მაგარი ქარიკია ისე გარეთ აბა ტკბილი ძილი თითი გავიჭერი მანამდე ხერხით ძილის წინთან ტკბილი ძილი მეგობრებო დილამშვიდობისა მეგობრებო ამოვედი გარეთ ქონდა დატოვებული ჩანთა და სუსველი არის ნამიანია ბალახით ეთყობა ნამი მოედო აქაურობას და აი სუსველი არის ეხა ზეღრუბლებშია იქნება გაიფანტოს ეს ღრუბლები და გავაშო წასვლამდე ყველაფერი რაც დასრულდა ნივთები ჩანთები დავტოვეთ მეგობრებო და მივდივარ რომ ფოტოხაფანგი ავიღო ჩვენი ადგილიდან სადღაც 2 კილომეტრში იყო დატოვებული რა ნახოთ აბა ცოტა ეჭვმეპარება რამე იყოს ასე მოკლე ხანში როგორც გითხარით არაფერი არ არის მარტო რამდენიმე ვიდეოა გადაღებული ბალახის შრიალის ეგეც გამიკვირდა რავი აქ გაუჩერებლად ქარი იყო და მაშინ სული შრიალებდა და რამდენიმე რატოა ვერ დავამოხმარე ახლა ისეთ ადგილას ვართ ძალიან გაშლილი სივრცეა ბევრი მთა არის ტყეებიც ბრუნვად არის თან ალაგ-ალაგ არის რა ეხლა მქონდა ტყის ზედა ჩასასვლელისკენ დატოვებული იმიტომ რომ ადრე შემინიშნავს მანდეთ მელია ვიფიქრე იქნებ გამოვიჭირა თქო ასეთ ადგილას ზოგადად რამდენიმე უნდა დატოვო და თან რამდენიმე დღით ესე მცირე ხნით შანსი ყოველთვის ნაკლებია რომ რაღაცა გამოიჭირო რა
არც მქონდა დიდი მოლოდინების იმას რო გითხრათ, თავიდანვე გითხარით, რატომღაც გონია რომ არაფერი იქნება თქო. აი, ჩავდებ ჩანთაში და დავეშვები. სულ თავზე ვარ მეგობრებო, აქედან და გემშვიდობებით. თუ ეს ვიდეო მოგეწონა, დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა მაგრა თქვენ უყურებდით BBR Worlds.